დღეს ვყავს სტუმრად ყველაზე ერთგული მაყურებელი, რომელიც რომ დავიწყეთ გადაცემა და დაიწყო ჩვენთან ერთად კეთება, თითქმის ყველა კერძია გაკეთებული და სულ გვიგზავნიდა ფოტოებს და გწერდა და აქტიურად გადავწყვით რომ დავპატიჟოთ ჩემ გადაცემაში. დავაგემოვნებინოთ ეს ჩემი კერძები და მე კიდე ერთი კარგი სიურპრიზი გავუკეთოთ. ამ ჩემი ძვირფასი სტუმარისთვის, რომელიც არის თაკო მაჩაბელი, დღეს მე გავაკეთებ ქათამს ბოსტნეულით აზიურად, ბრინჩი და მოკლედ გემრიელი იქნება, აქ იქნება ესეთი გამხმარი სოკოები მოვიძიე სპეციალურად ჩინური შიტაკის სოკოები, აქ მექნება სეზამის ზეთი, ბოსტნეული სოკო, ქათამი და მოკლედ მე მგონია რომ ძალიან კარგად დავხტები და ჩემი სტუმარიც კმაყოფილი დარჩება. ეხლა დავიწყებ კეთებას. პირველ რიგში უნდა დავადგა ბრინჯი. მაქვს სადღაც 500 გრამი ბრინჯი. პირველ რიგში ამას დავდგა მოსახარშე და მერე ნახეთ აქ რა ამბები მოხდება. ეხლა რას ვაკეთებ შემდეგ? აი ეს სოკოები როგორც ნახეთ, ეს შიტაკის სოკოები არის გამხმარი, იმისთვის რომ ჩვენ ეს ბრინჯი გამოვიყენოთ, აუცილებელია რომ დავაცხადოთ დუღარე წყალი ესე. უჯობესია თუ დავაფარებთ ზევიდან მერე რამეს, რომ კარგად ჩალბეს და დარბილდეს. და იყოს სანამ ბრინჯი მოიხარშება, ქათამი შეიწვება და ნაწილი ბოსტნეული, ესეც ამასობაში კარგად გაფუვდება და გაფუმფულდება. ეხლა შემდეგი ეტაპი, ვიღებ ქათამს, რომელიც ესე დაჭრილი მაქვს კუბებად, დაახლოებით 4 ქათმის მკერდი მაქვს, ეხლა აქ აღებული. ჩავდებ ჯამში. და დავამარინებ. ეხლა გავუკეთებ აქ მე რას? ცოტა ზეითუნისიც დავუმატებ. ამ შემთხვევაში სულ ცოტა სოიოს დავუმატებ. და ოდნავ დავუმატებ სეზამის ზეთს. ეს ზეთი არის საკმაოდ არომატული და ძალიან მძაფრი. ამიტომ აი ძალიან ცოტა უნდა. ეს. ეხლა ამას ამოურევ ეს. და ესეთი 15-20 წუთია ესე იდგება აქ. ეხლა რა გვჭირდება ჩვენ და შემდეგ? გვჭირდება ბრახვი, რომელსაც დავჭრით საკმაოდ მსხვილად, იმიტომ რომ მე მომწონს, როდესაც ეს ხახვი აქ ხდება. და არ არის წვრილად დაქუცმაცებული. ესეც ხახვი ესე. ახლა მაქვს სამი ფერის ბულგარული, წითელი, მწვანე და ყვითელი. და ესე ვჭრის საკმაოდ მსხვილად ამასაც. და აუცილებელია ახლა, როდესაც შევწვარო, აი ეს ბულგარულები ისე შეიწვას, რომ უნდა იყოს ხრაშუნა, ამიტომ დიდხანს არ უნდა მწვათ. ასევე მაქვს აქ გამასოკო. რომელსაც საკმაოდ მსხვილად ვჭრი. ხედავთ ალბათ აქ ყველანაირი ბოსტნეული ერთად მოვამზადე. დავჭერი ბოსტნეული და რას ვაკეთებ? ჭირდება ესეთი ტიპის, ვოქის ტიპის ტაფა. ან უბრალოდ ღრმა ტაფა, თუ არა გაქვთ ესეთი. ეს ტაფა რატო არის მოსახერხებელი? იმიტომ რომ არის ღრმა, საკმაოდ არის თხელი და უცებ იწვება და ყველაფერი ერთმანეთში გემრიელად აერება და მარტივად გაკეთდება. ეხლა პირველ რიგში ვასხავ ზეთს, ცოტა ზეითუნის, შემდეგ სეზამის. აი სულ ცოტას. შემდეგ ცოტა სოიოს ვამატებ. დაიწყებს და რას ვაკეთებ ახლა? აი, ჩაუშვებ ნიოს. და მალე ცხელდება ეს ტაფა, იმიტომ რომ საკმაოდ თხელია. აი, ნახეთ ახლა როგორი რამე გამოვიდა. ზეთი, სოიო და სეზამის ზეთი ნივრის. და ვიწყებ აქ ქათმის შეწვას.
გადასარევად იბრაწება ქათამი. ეხლა ამ ქათამს დავუმატებ ცოტა წითელი წიწაკა მაქვს აქ მარილით გაძავებული. სიცხარე მინდა ცოტა. მაქვს ცოტაოდენი ქარის პუდრა. ურა გემრიელი სუნი წამოვიდა. შეხა შეიწვას. აი ქათამი თითქმის შეიწვა. ნუ რაღაც სასწაული სუნია, აი მართლა სასწაული სუნია. ნუ გემოც ვიცი რომ ფანტასტიკური რბილია. ეხლა ცოტა ხანი დროებით გადმოვიღებ აი ამ ქათამს ამ ჯამში. ეხლა ნახეთ რებს ვიზამ. ეხლა შეუდგები ბოსტნეულს. ბოსტნეულსაც ზუსტად ისევე შევწავ. ჯერ დავასხავ ზეთს. შემდეგ დავასხავ სეზამის ზეთს. შემდეგ ჩავჭყლიტავ ნიორს. ეხლა ნახეთ აქ რა მოხდება. აქ წავა ეხლა ეს გადასარევი აი ესე აი ესე ეხლა ნახეთ როგორ მიყვარს ეს ფერები როდესაც ეს ბულგარულების სხვადასხვა ფერის ესე ხაშხაშდება აქაც ცოტა დავაყრი ამ წიწაკას წითელს ესე მარილს პრაქტიკულად ესე არ ვაყრი ცალკე, იმიტომ რომ სოიო საკმაოდ მარილიანია, ამ წიწაკაშიც არის მარილი და არ მინდა რომ მარილიანი გამოვიდეს და ქარის პუდრას. სულ ცოტა სოიოს დავამატებ და ცოტა სეზამისიც. ნახეთ რა ლამაზი ფერებია. აი ესეთი მარტივია აზიური კერძების გაკეთება სახში. და ეხლა დავამატებ უკვე აი ნახეთ როგორ გაფუმფულდა, როგორი გახდა. აი ესე შიტაკებს. საკმაოდ მსხვილად ვჭრი, იმიტომ რომ ძალიან გემრიელია და მინდა რომ კარგად იგრძნობოდეს. აი ესე გადასარევად გამოიყურება ჩემი აზიური კერძი, ჩემი განსაკუთრებული სტუმარი. ეხლა რას ვაკეთებ შემდეგი ეტაპი. აი ხა ამ ქათამს ისევ ვაბრუნებთ ბოსტნეულში და ერთად ვიღებ. ძალიან გემრიელია ეს ყველაფერი ერთად. ცოტა ხანი ესე ითუხთუხოთ ერთად. ეხლა ქათამი ბოსტნეულით უკვე მზად არის. და რას ვაკეთებ? ბრინჯიც მოიხარშა, უბრალოდ ბრინჯს ცალკე მოვთუშავ იგივე სოიოში, სეზამიზეთში და ზეთში და უკვე აი ამ მასას მოვაყრი ზემოდან ბრინჯს ლამაზად. მე დავბრუნდი ჩემს არაჩვეულებრივ სტუმართან ერთად, თაკო მაჩაბელი არის დღეს ჩემი სტუმარი. ძალიან დიდი მადლობა საერთოდ ყველაფრის, იმიტომ რომ შენახარ ის ადამიანი, რომელსაც აი პირველი დღიდან დაიწყე ჩვენი ყურება და ყველაფრის კეთება და მოკლედ ესე ძალიან დიდი მადლობა. რომ მოხვედი ჩვენთან, მე დღეს გაგიკეთე ესეთი აზიური კერძი, ეს არის ქათამი ბოსტნეულით, შიტაკის სოკოებით, ბრინჯით. მინდა რომ გადმოგიღო ახლა ჯერ უნდა გაგასინჯო ეს ყველაფერი და მერე ვისაუბროთ ჩვენ. კი, ხო, მოვიდა სუნი, მე მგონი კაი არომატი, იცი რა მაინტერესებს დაგიდებ, სულ ვამბობ ხოლმე ესე გადაცემის დროს, როდესაც ვაკეთებ, რომ მე ვფიქრობ, რომ მაყურებელიც გზნობს ამ სუნს თქო და გზნობდი? კი. გზნობდი, მას გამოდიოდა ესეთი გემრიელი.
აი ესე. ფიქრობ ვაკეთებ. მეც ესეთი ინტუიცია მქონდა, რომ ფიქრობდი, რომ მე როდესაც ვაკეთებ და მე როდესაც მომწონდა ეს სუნი და ყველაფერი, მინდოდა რომ მთელი ემოცია გადმომეწე და თქვენ მივიდეთ ეს აკროვანი. ნის თვით ახლა გემრიელა. საყვარელს ერთ-ერთი ჩემი კერძია. გიყვართ აძიებს ეზარებო? როგორ მიხარია მოხდა? ეს ვიტყოდ და იშვიათად ვაკეთებ ხოლმე ამას. მაგრამ ძალიან მეცალიანი მიყვარს ეს კერძი და ზოგადად ეს მარინადი ძალიან ამას მოხდა და მე კახმის ძალიან გადასარევი თუ იყენებ ახლა და სხვა რაღაცებს შეგიძლიათ ხოლმე გამოიყენო და უკვე ეს რბილია და მაგრამ მე სულ კიდევ ამას ვამბობ ხოლმე რომ მინდა რომ მარტივად გააკეთო და ეს არ იყოს მოდის სიფრთხილე და გამოდის ძალიან მარტივად და ძალიან ხალისიანად ვაკეთებ უბრალოდ კიდე ახლა აი მე გავიგე რომ თქვენ თუნდა 4 შვილი ხართ ხო? დიახ მე 4 ხარ ხარ მაგრამ ეს ჩემი შვილების ერთ-ერთი საყვარელი კერძი იმიტომ რომ ერთად რო ვარ ხოლმე მოდი რა გავაკეთებ და ისინიც აკეთებენ და ერთად ვაკეთებ ხოლმე მე ერთად ვზივარ და ეს კიდე კომუნიკაცია გვაქვს ერთი შვილი ისინი გვაქვს ერთად ვაკეთებ მეორე საყვარელი კერძის დესერტი სასაფლოს მომწვარი იჯდება ამის არტინა ფასაერთო რომელი იყო ჩემი კერძებიდან ყველაზე საყვარელი თქვენ რომელი გახდა ალუბლის ტარტი სტაფილოს მომწვარი ხაჭოს პასტა და თვითონ ეს კერძებიდან დესერტებს არ გულისხმობ აი ეს ოვოკადოთიდან სალათებზე ზოგადად ძალიან ბრინჯის ხავი რო იყო და ჭაჭში გამომწვარი ლორი გამომწვარი ჭაჭში გააკეთე აბა თაკო ხوار გიმტყული მოლოდის გადააჭარბა კიდე მართლა ძალიან დიდი მაგა იცი რა მაინტერესებს არის რამე რაც გინდა რომ გავაკეთო და ჯერ არ გამიკეთებია ისეთი რა გაინტერესებს რა უფრო გიყო აი რომელი სამზარეულო უფრო გიზიდავს ესე აზიური გავიგე რომ მოგწონს ზოგადად თევზეულზე ვიშდა გიყვარს თევზეულზე 4 შვილი ყავს ხო შენ მუშაო რომ დიასახლისი ხარ და ეს რაღაცა იქცა შენთვის ეს ბავშვობიდან ხოლმე ძალიან ესეთი ახლა კონტაქტი მქონდა სამზარეულოსთან და დიდობაში და შენ დახმარებით კიდე უფრო სახალისო და უფრო ადვილი გახდა ამ ყველაფრის გაკეთება, თორე ზოგი ისეთი კერძი იყო, რაც მეგონა რომ ვერ გავაკეთებ მე, ხო, მაგრამ შენ დახმარებით მე ძალიან მიხარია, რომ ზუსტად ამოცანად ჩემი ის იყო, რომ გამეხადა მრავალფეროვანი დიასახლისების სამზარეულოები, არა მარტო დიასახლისების, საერთოდ ვისაც უყვარს ეკება და თან მეჩვენებია ის, რომ ეს არის ძალიან მარტივი და თავი სწორედ გავკეთოთ რაღაცნაირად, რომ ავაწყოთ. რომ ჩქაჩქარა მე საერთოდ ესე მიყოლა ის სახში ესე ვაკეთებ ხოლმე, რომ აი უცებო ნახევარსაათში 40 წუთში შეიძლება აი რაღაცები მივაყარო გავაკეთო. და ბავშვები ყავდა ალბათ უმზადებთ, ხო? ხშირად აი ბავშვებს უმზადებთ ესეთ სხვათა შორის უყვართ ძალიან მრავალფეროვანი ისეთი საკვები და რა პრეტენზია ასეთ რაღაცებზე გავუშვათ ეს სოკო და რაღაც ისეთი ხო, ნუ ხო არის რომ მწვანე საჭამის მომიშორე და ხო ეს უკვე კაია და ხო ნასინჯო და ასინჯო ყველაფერი და იცით რა როგორი გურმეები გახდები და სხვათა შორის მეორე ყველა ოთხი ბიჭები არიან და მეორეზე ვფიქრობთ რომ გავყასოთ მართლა რატომ არ წამოიყვანეთ ეგ რომ ცოდა და აუცილებლად თქვენ შულსაც დავპატიჟებდი მაგრამ თქვენ კიდე წინ გაგვჭამთ სიურპრიზი რამე შევცვალეთ ჩვენ თქვენთვის კი რა თქმა უნდა ალბათ იმათთვის რომ გეკითხათ უფრო კარგად გიპასუხებ იმიტომ რომ ძალიან მრავალფეროვანი გავხდათ ყოველდღიური სამზარეულო თქვენ მიხსენეთ რომ აი საღდგომო გადაცემა როდესაც იყო ეს ლორი რო გავაკეთე ჭაჭში და ის ბრინჯი და ეს ხაჭის პასკა ალბათ გააკეთეთ თქვენ ხო? ხო რაჭული, მეც რაჭული და თქვენ რაჭული ხარ? მე არა, მე უღრებას არ მეც. აბა. ვაი. რაჭული ლორი თუ და გააკეთე რა საკვირველია ეს და ხაჭის პასკაც გააკეთე? კი, ხაჭის პასკა ბევრჯერ გავაკეთე.
ბევრჯერ გააკეთებ. ესე იგი ძალიან გამოწვევია. ალუბლის სტარტი, სტაფილოს ნამცხვარი. აი სტაფილოს ნამცხვარი. მანამდე გიფიქრეთ რომ გაგაკეთები და? ყოველთვის მაინტერესებდა, მაგრამ ვერ მომყავდა ამ კომბინაციაში ერთმანეთთან ეს ანუ ინფორმაცია გქონდათ იმაზე რომ შეიძლება რომ სტაფილო ჩემთვის ნიშნავენ კიდევ ისე რომ ერთხელ სტაფილოს წვნიანიც კი გავაკეთე. მინდა ხოლმე რომ აი ეს პროდუქტები რომელიც ჩვენთან არის და საკმაოდ იაფიებს და თან კარგია და პოზიტიურია ისე ვიხმაროთ კარგად და მარტო რაღაცა ისე არ ვხმარობდეთ რომ აი მაგალითად აი სტაფილო ბრინჩი მარტო ან რაღაცა სალატში სტაფილოს წვნიანი საკმაოდ კარგია გამოცხადეს სტაფილოს წვნიანი და გემრიელი ნამცხვარი კიდევ უფრო ის იყო რაღაც სტაფილოს ნამცხვარი ცოტა ისე უყურებდა ბავშვები მაგრამ ძალიან მოეწონა მოეწონა ის კრემიც გავუკეთეთ ზემოდან კი ნაღების ნაღების ეგ არის მთავარი ეგ არის მაგის დამაგვირგვინებელი ასე ვთქვათ აი ბოლოს აი გემოებს ეგ აერთებს ამ სტაფილოს კექსი და ეს კრემი რამე აი კითხვა ხო არ გქონდა ზოგადად ვთქვათ რაღაცა გამეგავაკეთეთ თქვენ არ გამოგივიდეთ ცოტა მეჭერს სტეიკების მომზადება რა ნაჭერს ეკულობთ აქ ხო იცით რომ მნიშვნელოვანი ნაჭერია ყველაზე მეტად ну სავარაუდოდ ბილი ნაჭერი ისეთი ხო აქ მნიშვნელოვანია რომ ბილი სხვადასხვანაირი მაგრამ ჯობია რომ იყიდოთ საქონლის სუკი თვითონ რომელიც არის აი ეს სუკი რომელიც ყველაზე კარგად იწვევს და აქ თავარი ისე რომ ამას ხო გახსოვთ ესე ალბათ ხოლმე იმაში და მე აი თავარი არის რომ ტაფა უნდა იყოს ძალიან გაცხელებული და აი 3 წუთი უნდა იყოს თვითონ მხარეთ აქ არის ნაჭერი აი საქონლის სუკერის ნაჭერი რომელიც ყველაზე კარგად იწვება რამე არის თქვენთვის ესეთი აი ბავშვობის გენვა რა ძალიან გიყვარდა რაღაცა ისეთი განსაკუთრებული ზოგადად ბავშვობის ისეთი ზოგადად იტალიური სამზარეულო მიყვარს ძალიან როგორც ესე თქვი აზიური სამზარეულო იტალია ჩემთვის რაღაც ის იყო აღმოჩენა პორტოფინოში ახალში საფრანგეთში იყო თემზები საერთოდ ჩემთვის იყო რაღაც სამოთხეში მომაკრალი კარგია რომ ეს გემოები შეიგრძენი და მე უფრო გააქვს იმის საშუალება რომ საერთოდ მოგზაურობა მე ვფიქრობ ძალიან სulis ყველანაირ ხედავს და მით უმეტეს აი ჩემ კონკრეტულ შემთხვევაში აი მომიყოლია გადაცემაში რომ საერთოდ მოგზაურობ შემდეგ მე გამოყოლილი მაქვს ხოლმე იქ ხალხური რაღაცა გემური და ყოველთვის რაღაცა ახალს ვამბობ ესპანეთში აი მე დავაკეთე გადაცემაში ხარ გააკეთეთ მე რითქო კი გავაკეთე ჩემ დაბადებასთან მე სტუმრები არ გავუცდენ ესე იგი ეს რაღაცა თქვენი ცოტა კრანჭვაც არის არა რაღაცა სახში ეს რიტუალია ჩემი ერთგვარი სახში რაღაც ის ამასად გაწყობას უფლის ზოგადად ძალიან მიყვარს და ჩემი დასვენების ეს არის თვითონ რაღაცა დასვენება ანუ თქვენ რომ თერაპია თქვენ ესე იგი სამზარეულოში შედიყვართ თან თერაპია თუ თან რაღაცა მაძიებელი ხარ რაღაცა პროცესში მე ძალიან ვსწავლი თქვენთან საუბარი იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის თქვენი აზრი რომ იმიტომ რომ თქვენ ხართ მაყურებელი და თქვენ ხართ ის ადამიანი რომელიც მართლა ყველა გადაცემას უყურებს და სულ წერთ და აი სულ გიგზავნით ფოტო და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და თქვენი აზრი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მე მინდა რომ თქვენ ესეთი სიურპრიზი გაგიკეთოთ რომ დაგპატიჟოთ თქვენ და თქვენი მეუღლე ჩემთან ერთად ვახშამზე ჩემთან ახალ ბისტროში ყოფილი სპეციალისტი და თქვენ მე დაგპატიჟებ და თქვენთვის იქნება special menu ჩემთან აი მეუღლეს მადლობა ძალიან დიდი მადლობა რომ ესე გიყურებთ ესე აქტიურად გვადევნებთ თვალს მე უკვე ძალიან ბედნიერი ვიყავ რომ თქვენ არის მაყურებელი რომელიც ესე გვიყურებთ და ესე აკეთებს ყველაფერს მე ვფიქრობ უკვე ძალიან წარმატებული ის პროექტი რა თქვენ არსებობ აი გვიყურეთ გააკეთეთ ჩვენთან ერთად გაგვიზიარეთ და მე თქვენც მიიღებთ სიურპრიზებს მადლობა დიდი თაკოს მე გემშვიდობები თქვენ მომავალ შეხვედრაზე